Like, ride with me if you ride with me, you can slide with me if you feel like 550 on the 5 sticky, come get high with me, that's a deal, right? Ride with me if you ride with me, you can slide with me if you feel like 550 on the 5 sticky, come get high with me, that's a deal, right? გამარჯობა მეგობრებო, ისევ და ისევ გიბრუნდებით ჩვენი ავტოსერვისიდან. ჩვენი დიდხნიანი პაუზის შემდეგ და ეს პაუზა გამოიწვია აგვისტოს თვემ. ჩვენი რამოდენიმე თანამშრომელი დასავლეთში გაუშვით დასასვენებლად და ნუ ჩვენ თბილისში ვიყავით, სერვისში ვიყავით და ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ და ძალიან ბევრი საქმეს გავაკეთებთ კიდე. რაც შეეხება რატოა ჩვენი პირველი რეკორდსმენი დღევანდელ ვიდეოში და რატო ვიწყებთ ამ მანქანით. ამ მანქანას, ეს მანქანა ჩვენ გავასტოკეთ და ამ მანქანას ისე ვაპირებთ, რომ 1000 ხენზე ავიყვანოთ. დოღონდ ეს მანქანა დაიზბორება ძალიან მაგარი ნაწილებით, ძალიან მაგარი ძრავი, ტორმოზის სისტემით, დაკიდებით და ნუ ესე შემდეგ ყველაფერი დადგება ძალიან მაგარი და ავა 1000 ხენზე და გაჩერდება ამ მანქანით არ ვაპირებთ დრაგზე მონაწილეობის მიღებას, ბანზე, სიარულზე ესე შემდეგ. ნუ ამას შაბათ-კვირას გამოვიყვანთ. აუცილებლად გამოვიყვანთ, აუცილებლად ვიდეოს გადავიღებთ, როცა 1000 ხენზე ავა და თქვენს ნახავთ ყველაფერს და ვივლით რა, თუ მანქანა არ გვეყოლება რამე რომ უკანა წამყვანში გვიასპარეზოთ, აუცილებლად პლან B-ში გვექნება და გამოვიყენებთ ამ მანქანასაც. ამ მანქანაზე თუ რა მანქანის ნაწილები დადგება, ჩვენი F80 M3-ის. თქვენ წინა ვიდეოებში გითხარით, რომ ჩვენ F80 M3-ს გადავაწყობთ ტრეკის ვერსიაზე. ჩვენ უკვე F80 M3 გადავაწყეთ ტრეკის ვერსიაზე და აუცილებლად გადავიღებთ ამ ვიდეოშივე და ნახავთ კადრებს, თუ რა გავაკეთეთ. ამოვიღეთ ძრავი, მოვხსენით turbo singlis კიტი, წვრილმანი რაღაცების მოვხსენით და ჩავდგით სტოკი ძრავი, სტოკი turboებით, რადგან ტრეკის ვერსიას წრიული ბოლოს ჭირდება 600-700 ცხენი მაქსიმუმ ძრავზე. თან ბუსტი დაბლიდანვე უნდა მოდიოდეს და არა როგორც სინგლზე რაღაც 5000-ზე იბუსტებოდეს. რაც შეეხება ამ ავტომობილს, როგორც კი ავიყვანთ 1000 ხენზე, აუცილებლად ამის ვიდეოსაც შემოგთავაზებთ. ეხლა კი გადავიდეთ F80 M3-თან, მანამდე რამოდენიმე კაი მანქანა გვყავს ჩვენი მეგობრების ეზოში და დაგათვალიერებინებთ მაგათაც და რატომ გვყავს და როდის ჩამოვიდა და ზოგადად რა უნდა გავაკეთოთ, გეტყვით ყველაფერს. რაც შეეხება ამ CS, ეს არის რომა ჩიჩუას CS-ი. პაპელა, ჩვენი პაპელა, ბათუმში იყო ჩასული, ცოტა იმაიმუნეს ის რეალეს იდრიფტავეს ბიჭებმა და როგორც ამ მოდელებს ჩვევია, წინა შკივის დამჭერი მოიშვა, ცეპი რაზეცა, ანუ რაზეც ტრიალებს იდეაში და მაგბოლტმა მოიშვა და გაღუნა მე მგონი მე-4 ცილინძრზე კლაპნები. შემდეგ ეს ავტომობილი ბიჭება გამოგვიგზავნეს ჩვენ უნდა ამოვიღოთ ძრავი, დავასერვისოთ, ყველაფერი კარგად გავაკეთოთ და დავქოქოთ, იმიტომ რომ ეს ავტომობილი იყიდება და შესაბამისად შეგიძლიათ გადახვიდეთ რომა ჩიჩუას არხზე, აი აქ ამონათდება ეხა ჩვენს ვიდეოში და გამოიწეროთ რომას არხიც, ასევე გამოიწეროთ პაპელას არხიც და ამ მანქანის დეტალური ვიდეოები ძალიან ბევრი ვიდეო უდოს რომას და თუ ვინმეს გაინტერესებს M4 CS-ი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ ყველაფერი არის რომას არხზე. რაც შეეხება ჩვენ F80 M3-ს, რატოა პადიომნიკზე გითხარით რომ გავასტოკეთ, ასევე ტრასას ვაყენებთ, ეხა სტოკ ტრასას ვაყენებთ და ბოლო ბაჩოქს aftermarket-ს ვაყენებთ. ნუ მაგითო აწეულ და მალე ჩამოვწევთ დაბლა და სალონშიც რაღაცები გავაკეთეთ. ძრავით შევცვალეთ, გითხარით კიდევაც და ძრავსაც განახებთ, სალონსაც განახებთ და დეტალურად დაგათვალიერებინებთ ამ მანქანას და კონკრეტულად გეტყვით, რამდენ ცხენზე იქნება, როგორ იქნება და ანუ რა სისტემით დავასრულებთ ამ ავტომობილს. რაც შეეხება ჩვენი ძმაკაცი 340 სტოკ ტურბოებს ვხსნით და ვაყენებთ ჰიბრიდ ტურბოს. ნუ ჰიბრიდ ტურბოებში გვინდა რომ ყველაზე ჩქარი 340 კვადროც გვყავდეს, რატომაც არა. აუცილებლად დაგათვალიერებინებთ თუ რა ტურბოს ვაყენებთ და რას გავაკეთებთ ამ მანქანასაც მოვადრო და გადავიღებთ თქვენთვის და გაჩვენებთ ყველაფერს თუ როგორ დადის ყველაზე მაგარი ჰიბრიდ ტურბო 340. Energy's here, you're not ready for the wham. Energy's war, I've never been glam. Energy's sure like bars will land like a missile straight to the plan. Energy's more than everything, man. Energy's mad, don't mess with the ram. Certain things in life gotta overstand. Disappointed, this man with your energy, yeah, can't do this, man. Energy's here like a sizzling pan. All meetings already, it's urgent, fam. If the energy's right, we can do this, man. If the energy's right, we can do this, man.
რაც შეეხება ჩვენ F83-ს გითხარით რომ გავასტოკეთ, ბევრი გარე ვიზუალზე არაფერი არ შეგვიცვლია, თუ რა შევცვალეთ ახლა ბესო მოიჩოჩება ჩემთან ერთად და ერთად ვნახავთ და გეტყვით რატო შევცვალეთ და რატოა კარგი ზოგადად წრიული ბოლისთვის გადაწყობა ავტომობილის და რა უნდა შეიცვალოს. შევცვალეთ დისკები, ჩვენ რა დისკებიც ამ მანქანაზე გვედგა, ეგ დისკები იყო სპეცზაკაზით გაკეთებული, დრაგისთვის უკანა იყო 12G, წინა იყო 9.5. წრიული ბოლისთვის ეგ კომბინაცია არ გამოგვადგებოდა, ავდექით და დავაყენეთ სხვა დისკები, არანაკლები დისკები დავაყენეთ, ძალიან მაგარი დისკებია ესენიც, წინა არის 9.5, უკანა არის 11G. ასევე შევცვალეთ ტორმუზის სისტემა, კერამიკული ტორმუზის სისტემა წრიული ბოლისთვის ცუდია. 40 წუთი როცა ავტომობილი წრიული ბოლას დადის, კერამიკული დისკები შეიძლება გატყდეს და იფშნეს და არა ზოგადად მიზანშეწონილი კერამიკული დისკებით წრიული რბოლა იარო. აუცილებელია რკინის დისკები იყოს და დავაყენეთ სტოკი M3 M4-ის ტორმუზის სისტემა, დავაყენეთ რკინის დისკები, დავაყენეთ სუპორტები და ჯერ არ დაგვიყენებია და ვაპირებთ დაყენებას კერამიკული კალოთკები, რაც მთავარია უნდა იყოს კერამიკული კალოთკები. დაკიდების სისტემაზე ხელი არ გვიხლია, კავე ეყენა და კავე დავტოვეთ, რადგან ძალიან მაგრამ მუშაობს დრაგზეც, წრიულზეც, ნუ მაგას ეტაპობრივად გავტესტავთ, თუ როგორ მოიქცევა, თუ სავალდებულო იქნება, მე მაგასაც შევცვლით და ჩავანაცვლებ სხვა დაკიდების სისტემით. როგორც გითხარით, ნუ გარე ვიზუალზე ბევრი აღარაფერი აღარ შეგვიცვლია და ეხლა გადავიდეთ კაპოტ ქვეშ, თუ რა გავაკეთეთ, ყველაფერს გაჩვენებთ. ერთად ვნახოთ. კაპოტში სინგლი აღარ არის, არის ჩვეულებრივი სტოკი M3, რადგან წრიული ბოლაზე გადავეწყვეთ, სტოკი ძრავით საკმარისია, იმიტომ რომ გავუხსნელი ძრავი 850, 800 ჩვეულებრივად უძლებს, ასევე წრიული ბოლისთვის კარგია სტოკი ტურბოები, ცხენის ბევრი არ არის საჭირო, 600, 650, 700 ცხენი საკმარისია და ჩვენ წავდექით და თავიდან ბოლომდე სტოკი ძრავი, სტოკი ტურბოები და სტოკი კოლოფით გავსვაპეთ შიგნით. გავსვაპეთ რა, ანუ დავაბრუნეთ ქართულ მდგომარეობაში. სალონშიც რაღაცები დავამატეთ, რაღაცები შევცვალეთ და სალონსაც გაჩვენებთ, ერთად დავათვალოთ თუ რა გავაკეთეთ და რა შევცვალეთ. სალონშიც ბევრი არაფერი არ შეგვიცვლია, უბრალოდ უსაფრთხოების მიზნით ჩვენ ამ მანქანაზე არ გვეყენა ეგრეთ წოდებული აბიუკები და ხელით უნდა აგვეწყო რაღაცნაირად აბიუკები, რომ უსაფრთხოების კარკასი და სპორტული პასპორტი ითხოვს, რომ კარებზე უნდა იყოს აუცილებლად უსაფრთხოების მიზნით რაღაც გაკრული და ჩვენც ავდექით და ეხლა გაჩვენებთ. დავაყენეთ ესეთი ალუმინის ლისტები, რომელიც ამ ეტაპზე ესე გამოიყურება, მაგრამ ჯერ არ დაგვისრულებია, სამომავლოდ ვაპირებთ ამ ლისტების მოხსნას და კარბონში ამოვლებას, რომ ვიზუალურად უფრო ლამაზი და მაგარი იყოს, რადგან ამ მანქანას შეეფერება ყველაფერი მაგარი და ლამაზი. მოდი ბესო, ეხლა სალონში შევიდეთ შიგნით, ბევრი არაფერი არ შეგვიცვლა, უბრალოდ რაღაცები მოვხსენით და ეგეც ვანახოთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მაყურებელს თუ რა მოვხსენით და ну რა ეტაპზეა ეხა ამ ეტაპზე, მაგრამ ანუ იდეაში ბევრი რადგან არაფერი არ მოგვიხსნია, ყველაფერი წინა ვიდეოებში ნანახი გექნებათ, მხოლოდ ტურბოს დაჩიკი, მეთანოლის დაჩიკი და ну ეს პატარ-პატარა რაღაცები წვრილოვანი მოვხსენით, რაც უკვე სტოკ M3-ს და M4-ს არაფერში არ ჭირდება, იმიტომ რომ სტოკი თვითონ ქარხნულად ყველაფერი აბსოლუტურად მუშაობს. მონიტორზე გამოაქვს თუ რამე პრობლემა ექნება და ასევე ну ჩეკის ნატურას აათებს თუ რამე პრობლემა შეექმნება. დანარჩენი სალონში CS-ის რული გვეყენა და რული მოხსენით და იმ პერფორმანსის დავაყენეთ, ასევე CS-ის ბარი მოხსენით, CS-ის ნაკლატკები მოხსენით და გადავაწყოთ ჩვეულებრივად ქარხნულად კარბონზე, როგორც გამოდის კარბონის დეტალებით ავავსეთ ჩვენი F80 M3 მეგობრებო. გვაქვს ერთი პატარა წამახალისებელი საჩუქარი თქვენთვის. ну ეს საჩუქარი არის ჩვენი სპონსორი არის, ნახავდით წინა ვიდეოებში პორტალი სუპერი ჩვენ მანქანებში ძალიან ბევრი ჩავაცხეთ და ამასაც ნახავდით. შესაბამისად, თუ გამოიცნობთ ჩვენ F80 M3-ს, გარდა იმისა, რომ გადავაწყოთ წრიული ბოლისთვის, რას ვაპირებთ და რას ვუპირებთ, დაწერეთ კომენტარებში ბუბუს M3 და რას ვუპირებთ. ანუ ყურე ჰეშტეგი ბუბუს M3 და რას ვუპირებთ. პირველი კომენტარის ავტორი ვინც იქნება, ვინც გამოიცნობს თუ ჩვენ F80 M3-ს რას ვუპირებთ, პორტალისგან და ჩვენგან გადაეცემა 30 ლიტრა სუპერი. რაც შეეხება ამ ვიდეოს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ვიდეო ამით არ მთავრდება. დღეს ვიწყებთ ჩვენი 340-ის კოუკაძრავის აწყობას და ეხლა უკვე გადავინაცვლოთ ჩვენთან მაღაზიაში ოთახში, სადაც უშუალოდ მახო შალვაშვილი, ჩვენი ძმაკაცი, ჩვენი ძმა და მეგობარი აწყობს ჩვენი B58-ის კოვან ძრავს და ვადევნოთ თვალი ერთად, მახოსაც რამოდენიმე კითხვას დაუსმევთ, მახოსგანაც რჩევებს მივიღებთ და ერთად ყველამ ჩვენ ავაწყოთ B58 კოვანი ძრავი. Dame la plata, plata.
cash. Get money. It's bam, bam. She wanna flick for the gram. Toda esa puta saben who I am, so she wanna check this bitch on cam. Like, hold up. She wanna swallow this pull up. Soon as I bust, I'ma roll up. Phone lines are better, I pull up. Papi te paga los biles, nada más que quiero ese culo. Prefiere el sexo conmigo que yo te lo meto bien duro. I bought a Benz straight from the trap. I don't like paying no taxes. I don't need friends, solo una mami. Papi te enseño what racks is. Me and my bitch, we got a bitch. Yeah, we treat her like a pet. She keep it G, she keep it tranqui, but she be down with the set. Ay, me and my bitch, we got a bitch. Yeah, we treat her like a pet. Ay, EBK if you all in the way. პროცესი რა პროცესში ხარ მაგ ახახუნებ ხო? ხო. კოლიცოებს ვაზაზორებთ, ჯერ ზედა კოლიცოებს ვაზაზორებთ, მერე ქვედა კოლიცოებს დავაზაზორებთ და მერე უშუალოდ უკვე დავიწყებთ პორშინების და შატუნების აწყობას, ხო? კი ბატონო. და მერე ჯაუშებს ჩავალაგებთ ჩვენ ჩაგეძულ ნიზში. შატუნებს ავაწყობთ, კლავიშებს დავაყენებთ, გვარემ ყველაფერს ისე რომ მერე მარტივად დავაწყოთ, რა, სათითაოდ რო არ ვაწყოთ, 6-ვეს გავამზადებთ. ხო. და მე დავიწყებთ აწყობას რა. ხო რა საჩქაროც არა, ეხა დრაგია რა, არაფერი არა, არ გვეჩქარებ დღეს რო ვერც დავამთავროთ, ხვალ გავაგზელებთ რა, ანუ იდეაში დრო გვაქვს, პლუს ამას მე აპკატკა უნდა ვიაროთ 2000 კილომეტრი და რავი, არ ვჩქარობთ ესე მშვიდად ლამაზად ვაწყობთ და ეხა დრაგის წინა ღამე რო იყოს, კი ვიცით რასაც ვიზამნით და როგორც ვიზამნით რა. მაინც ვათენებთ. საქმე სადამდეც წაგვიყვანს. ისე პირველი ძრავია მე მგონი რომ რომელსაც შვიდად ვაწყობთ და არ გვეჩქარებ. კვირაში ავაწყოთ. კვირაში ავაწყოთ თუ გინდა 10 დღეში ავაწყოთ. პირველი B58-ია ხო? რავი, მე არ ვიცი ვინმეს თუ კოვკა ყავს საქართველოში, არავის არ ყავს. რა, ერთადერთი პირველი B58-ია, რომელიც იწყობა 1500 ცხენზე საქართველოში. პირველია და იმედია გაამართლებს ჩვენ იმედებსაც, თქვენ იმედებსაც და რავი, ყველაფერს რა რეკორდები გვინდა მოვხსნით ამ ძრავით ყველაფერს ვიზამთ. რა აქამდე უძრავის პრობლემა მქონდა, გაწურული ვყავდა, ხან რა პრობლემა მქონდა, ხან რამდენჯერ გაგვისკდა, გამოგვივარდა, ჩაგვივარდა და ბოლოს მივხვდით რომ საჭიროა კოვკაზრავი. ანუ მაგრამ კოლომზე ისე პრობლემები გვაქვს, ნუ მაგასაც მოვაგვარებთ რა. ჩემი აზრით ძრავის პრობლემა არ მქონდა. ძრავის არა, ბიჭო, ჩემი აზრით მოთხოვნილების პრობლემა მქონდა. მოთხოვნილების პრობლემა არა, მეორეჯერ გაფუჭება, იდეაში ჩემი ბრალი იყო. არა, მაგას თავი რო დავანოთ, ეხა სტოკი ძრავი და სტოკი ნაწილებით ბიჭო, ხო, ვიღაცას ხო უნდა გაეტესტა რა, რა შობა. თავიდან ეგ თემა როცა დაიწყო და შენ როცა თქვი რომ სტოკი ძრავით ვაპირებ 1000 ცხენის ამოღებას, არა აქვს მნიშვნელობა 1000 ცხენი ძრავზე თუ საბურავზე რა. 1000 ცხენი რო ციფრი რო გესმის 1000 უკვე ბევრია რა. ანუ ეხლა შეიძლება ვიღაცა უცხოსთვის ეგ ყოფილიყო რომ აი ზღაპარი, აი ჩემთვისაც ზღაპარი იყო პირადად, ანუ აი არ მეჯერა. როცა ვყავს ორივეს ეს 55 და ხო, ემი ვიცით რომ 1000 ცხენი არ ამოდის რა ეს ემიდან და ეხა რაღაცა უკუღმა წყობილი B58-დან მართ რა იცვეჩი. ბიჭო, იდეაში კომბინაციას აქვს მნიშვნელობა და სწორ ნასტროიკას, იმანო რა ქვია. რა თქმა უნდა. ხო, ხვდები რა. ამაზე რომ ეხა ჰიბრიდ ტურბო დააყენო ან რაღაცა პატარა ტურბო, რომელსაც ნიუტონი ექნება 3000 და 3500-ზე 1100, იასნია ეგრევე გაგლიჯავს, მაგრამ ეხა ტურბოს რომელსაც აყენებ 1500-იანს და ნიუტონი აქვს, მაგალითად 1000 ცხენზე 1100, 1100 ნიუტონი 6000 საბაროზე ვერაფერს ვერ უშვება ამ შატუნს რა. თემაც ეგაა, ანუ სწორი კომბინაციის შერჩევა უნდა თორე ამაში შეიძლება. აგერ 600 ცხენზე არ გახეთქეს ეხა? ის ჰიბრიდ ტურბოზე რო დადიოდა, ხო გასკდა, ანუ იდეაში პრობლემა ეგ იყო რა, ანუ ნიუტონი იმ ადგილას მოუვიდა, რა ადგილასაც არ ჭირდებოდა რა რეალურად. ანუ და პრობლემა იქნებოდა. ზოგადად სწორი შერჩევა ყველაფერში კაია. ხო, ეხა რატო აზაზორებ? იმიტომ აზაზორებ, რომ ეგრე ჭირდება, ხო? რო არ დავაზაზოროთ, ეგრეც ხო შეგვიძლია ჩავყაროთ. კი, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ესე უფრო უკეთესია უსაფრთხოა და რა ზაზორიც ჭირდება და რაც ჭირდება, ზუსტად იმას ვაკეთებ. ესენი არის სამაჯურები კი. ციქორია საათები აქვს და ჩვენს კოლიცოს სამაჯურები მაქვს. კი, სხვათა შორის ძვირადღირებული სამაჯურებია. თუ მოგრჩება ერთსას გაგატანთ, მაგრამ იმედია რომ არ მოგრჩება. აი მართლა რა, კოლიცოებია ბიჭო. რა რომ სასრულებს. ანუ ზედა შემზეთი, არა, ზედა კომპრესია, ქვედა კომპრესია და ზეთის ის რა, ჩამწური.
ოღონდ ზეთის ჩამწურს 3 ცალი აქვს რა. ერთათი ანგარიშება, ოღონდ 3-ია რა. ანუ ესაა შვაში რა, კოლიცოების შვაში იდება ეს რა ზეთის. აბა კომპრესიის რომელია? ბიჭო, ეს ორია კომპრესიის, ზედა და ქვედა რა. აი ზაზორების მომენტში ზედა ზაზორი არის 0.45, ხო? ჰაერი გადის მან ზაზორში? ბიჭო, ჰაერი არ უნდა გავიდეს, გადას თემაცეგა რა. ხომ არა, ზაზორი აბარაში. არა, გავა, მაგრამ იმდენი არ უნდა გავიდეს, რომ ხო. ხო, ეხლა. ანუ დიდი ზაზორი რო იყოს, ბუსტი წავა კარტერში. ხო, მაგას 0.45 რო არ იყოს? ვაფშე რო იყოს, ბლოკი ჩაიხაზა. ანუ გაიჭედება რა. იდეაში როგორ აიცი, ამ კოვან პორშინის გაფართოების კოეფიციენტი მეტი აქვს გაცხელებული, რო ცხელდება რა. და კოვან პორშინებზე უფრო დიდ ზაზორს უტოვებენ, ვიდრე სტოკს, ხო ეგრეა? ეს კოვანი რა ჯისგან არის დამზადებული? რავი, გამოწუთნილი მისაა, ხო, რა ქვია მასალა თვითონ. და კიდე რაღაც ისენი აქვს რა და კი, მყარი ძლიერი და რავი რა. დნობასთან მიმართებაში უფრო ნაკლებად დნობადია, იმიტომ რომ მაღალ ტემპერატურას უძლებს ეს რა. და ეხა დიდ ცხენზე, დიდი ჯანზე ცილინდრის ტემპერატურა იმატებს, მაგ ტემპერატურას ეგეტე ქვია, რომ ეგეტე იზრდება რა. ეგეტე 950, 975-ია ცილინდრი დაშვებული რა და ხა უცბად რო გავარდეს 1100-ზე ან 1000-ზე, ეს უფრო იცოცხლებს და გაუძლებს ვიდრე სტოკი პორშინი რა, ეგრევე დადგება რა სტოკი პორშინი. საიმედოა თან მსუბუქია. კოვანი. კი, მსუბუქია. კოვანია იდეაში ეგაა მთელი ამის მუღამი მსუბუქი, გამძლე და ხარისხიანი. თან ეს არა რაღაცაში ჩამოსხული, მენა CNC-ზე აწყობილია, ნახე შიგნით მუღამი როგორ CNC-ის ნამუშევარი აპარატი. ანუ კაი ნაკეთობაა, ძალიან მაგარი ნაკეთობაა. თან ეს გოლდი პლატინიუმი არა, ყველაზე მაღალი, ყველაზე სერიოზული არის B58-ში, ამაზე მაგარი აღარ არსებობს რა. გოლდი პლატინიუმი არის, აი პიკი რა, ამძრავის რა თვითონ ამ პორშინის რა. They been on it, drum on the rail. I wrap it, I bag it, I pack it for sale. Got feeling on speed out, hit me to chill. I give it a thrill, I put it on film. Facade get a plot, that ain't real. Come to my section and flex, we can tell. I got a show where she dipping them nails. I'm flipping my L's, I know they can. პორშინების, მანუ რა ქვია, მახო. პორშინების, კოლიცოების ზაზორი ყველაფერი მოურჩით პორშინებზე ავაწყეთ, ხო? პორშინები ავაწყეთ, პალეცები, შატუნები ავაწყეთ, შატუნის კლადიშებით დავაყენეთ. ანუ ეს ბორშიდებს ეხლა. კი, უკვე გამზადებულია ჩასადებად და ეხლა ვაწყობთ კარენოის ყბებს, ხო? კი, კარენოის მხარეებს ავაწყობთ ბარემ ეხლა რომ მე მიდი მოდი აღარ იყოს რა, გამზადებული იქნება ბარემ. ხო, კარენოიზე king racing-ებს ვაყენებთ ოღონდ შავებს. ის ჩვეულებრივ 100 წლიანი კინგები არაა. ჩამოვიტანეთ ეს კლადიშები და ეხლა ყბებში ჩავალაგებთ, მე ნიზში ჩავალაგებთ და უკვე ჩავდებთ ღერცს და მე ჩავუყრით პორშინებს და დღეს ერთ დატრიალებას დავატრიალებთ რა და ცოტა უკვე დაგვიანდა და რადგან არ ვჩქარობთ დარგვეჩქარება, მე უკვე ხვალ გავაგზავნებთ თქვენთვის რამოდენიმე წამში და ჩვენთვის ხვალისთვის. ესეკით. სლოტებს ხომარო? არა, ბიჭო, რა სლოტებს. ჩვენ წინა ვიდეოში ვახსენეთ კიდევაც რა, დაუმეგობრდით Bitanica Racing-თან რა. Bitanica Racing-ს აქვს, Bitanica Mines ეგეთი თამაშია. მოდი ვესაუბროთ ჩვენს გამომწერებსაც ვანახოთ რა. ეს არის ეხა თავიდან ჩავთავ Telegram-ში რა. Telegram-ი თუ გაქვს, აქ შედიხარ, ანუ თამაში მაქვს ეხა მე ჩატვირთული. პირველიდან მე-15 საფეხურზე უნდა ახვიდე რა. მე-15 საფეხურზე დევს $100-იანი რა. და რამდენი $100-ია? $100 და რამდენჯერაც ახვალე, იმდენი $100 იქნება. მოიტა და მე თამაშე ძმობას გავის. ამის დედა გადმოგიწერ არ გია? თვითონ გილზი, ხო. პორშინი რადგან იყო მაგ დიამეტრის, იმიტომ ისიც. იტუა ისიც მაგიტო. კი, მაგერ ნახე უწერია ყველაზე უწერია, ნახე 5 + 5 + 5 + 5. აი აქაც 6 არის რა. ერთ. Короче, 2 ცალია ცოტა უნიშნოდ 0.01, 0.02, ხო? პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ცილინდრზე კოლიცოს ზაზორი, ქვედა კომპრესიის ქვედაა, ხო? ხო, ქვედა კომპრესია. 0.55 უნდა იყოს რა. 0.55 იყო ყველა, რაც გავხსენით რა, არ მოგვიწია ამ კოლიცოს არც გადიდება არაფერი რა, ანუ ზაზორის რა.
და მე-5 და მე-6-ე იმაზე ცილინძზე რა 0.55 რო ჩავდეთ ჩუპიში თავისუფლად მოძრაობდა განა ისე მოძრაობდა ანუ გვერდებს ედებოდა მაგრამ უნიშნავად 0.01-ით იყო ცოტა დიდი ზაზორი რა და Do it like that. Then do it like this. Do it like that. Then do it like. Do it like that. Then do it like this. Do it like that. Then do it like. Do it like that. 1.5-10 ნიუტონი ზემოდან დავამატე. ხო, ეხ შევხედავ რა. 1-5 წუთი დავალოდოთ, ცოტა გაცივდეს. ხელებს გადავიბან და ჩავდეთ ნიზში ჩავდეთ ღერძი რომელიც იდეალურად ტრიალებს 75-80 ნიუტონია სტოკში დაშვება დაჭერა რა წონით და 1.5-10 ნიუტონს ჩვენ მაინც ზემოდან დავამატებთ რა რო გიჭირავს და კარგად დამიკავე მაი აპარატი ძმა და განახტოვე მოდი მომოწყდეს მოდი თუ დაძარი ვერ ეგეტყვი რომ გაჩესტო ჩააქრე მეთქი ჩავაქრო ვერ დაცრა აი ხარ ვარ ხასიათზე თორე დაუძრავი რა მოუწყვიტავ დედას აი გაგლეჯვაზე თუ ამეც მოუწყვიტავ ეგ კი არა გაქცეული გამიგლეჯია და გაჩერებულს ვერ დაგვიჯა ბესო 10 ნიუტონი უნდა მაგრამ მე ხელში მაგ 2000 ნიუტონი ნახავდით კადრებში ნიზში უკვე ჩვენ მომახო მოარგო კალენვალი ყბებით დაუჭირეთ წონაზეა ხომ ახო დაჭერილი უკვე ყველაფერი და ეხა ვალაგებთ უკვე პორშინებს და პორშინებს ჩავდებთ შატუნებს კალენვალზე დაუჭერთ და დღეს მაგით მომთავრებთ ხო ხო დღეს გვიანია უკვე ხო გვიანია როგორც გითხარით თქვენთვის რამოდენიმე წამში ჩვენთვის მომდევნო დღე ეხა ვნახოთ ჩალაგდება მე ერთსაც დავატრიალებს და წესით ყველაფერი იქნება ჯიგნურად და კარგად Then do it like this. გათენდა მეორე დღე მეგობრებო, გავაგრძელეთ ჩვენი კოკაძრავის საწყობა. გუშინ კადში ნახავდით არ ქონდა დაყენებული ზეთის ნასოსი, ლაპა და ამას რა ქვია? პროსტო ზედა ხუფი რა, რაღაცა ალუმინის მასიური ხუფი რა. დამჭერია. დამჭერია იდეაში ყბებსაც იჭერს, ხო ეს? და ყბებს იჭერს ერთმანეთთან. კი. დღეს რაც იყო საძებნი ნაწილები, ზეთის ნასოსი არ ქონდა და წავედით და ზეთის ნასოსი მოვიტანეთ, ლაპა მოვიტანეთ და ერთი ცეპი არ ქონდა, ხო, როგორც მახსოვს, ცეპშიც სამი ცეპი აქვს და ხო, ანუ ცეპებიც ქონდა, მაგრამ უფრო კაი ვარიანტი. უფრო კაი ვარიანტი დაბალი გარბენის ცეპი ვიშოვეთ და დავაყენეთ. დანარჩენი ნიზი დამთავრებულია, ეს ყბაც უკვე დაყენებულია, აქეთ სალნიკი გვიზის თუ ჯერ არა? არა, სალნიკი არა. კალენვალის ერთი სალნიკი გვიზის და მეორე სალნიკია ჩასასმელი. დალში დასბორილია, ერთადერთი დარჩენილია კარტერის დაფარება და ეხა უკვე გადასული ვართ და გადავიდეთ ერთად და ერთად ნახოთ ყველამ. გალოკაში ზამბარები რო ჩავალაგეთ, პრიწილკა რო გავაკეთეთ და შლიპოკესენი ყველაფერი ზამბარები მიტანილი ქონდა, ჩალაგდა შიგნით და უბრალოდ შაიბები იყო გზაში. ან მოესწრებოდა, ან არ მოესწრებოდა და შაიბები გუშინ ჩამოვიდა და დღეს გადავწყვიტეთ, რომ ეგ ზამბარები მოხსნათ, შაიბები დავუდოთ და თავიდან ავაწყოთ. ყველაფერს ნახავთ ერთად. თქვენს გარეშე არაფერი არ გაკეთდება, მოკლედ. როგორც გითხარით, ზამბარებს ვიღებთ ისე უკან, რადგან აი ეს შაიბები დააფიქსირებესო. აი ეს შაიბები არ ჩამოვიდა დროზე ადრე და მოგვიწია შაიბების გარეშე ზამბარების დაყენება. ნუ ეს შაიბები იდეაში საჭიროა. უფრო გრუბს და გრუბს ხთის ხო იდეაში რა, სიგრუბეს აძლევს ზამბარას. რადგან ეგ მე მგონი დაკეტვის ანუ სისწრაფეში ეხმარება, რომ სწრაფად დაიკეტოს რა. ხო რა, ანუ ეს რო ყიდულობ. ხო, კელფორდის ზამბარებს რო ყიდულობ, მოყვება ესეთი შაიბები რა და ჩვენს არ ჩამოყვა და მერე გამოგვიგზავნის და ცოტა დააგვიანა ჩამოსვლა და ეხლა მაგიტო აწყობილ ზამბარებს ხსნით რომ ეს შაიბები დაუმატოთ და მერე უკვე დავიწყებთ ნიზზე დაფარებას ორინგებიც და ორინგებიც ხო ორინგებით ჩასასმელი გვაქვს რა
სავარაუდოდ ტატოსთან გადავალთ ფუხაშვილთან, ტატო დაგვეხმარება ორინგების ჩასმაში და მე რო გადმოვალთ ტატოდან უკვე დავოფარებთ ნიზზე და დავუჭერთ გალოკას და დავიწყებთ გალოკის აწყობას რა. მე ისეთი აღარაფერი აღარ რჩება ხო, ბევრი მახო. არა. ეხლა რაც ზოგადად შრომატევადი იყო, ნუ კოლიცოების დაზაზორება, პორშინების ჩალაგება, კალენვალის ჩადება, გალოკაზე ზამბარების მოხსნა, მე ამ შაიბების დაყენება, ნუ მაგ ეტაპებს უკვე გავდივართ ფინიშისკენ მივდივართ და მე უკვე მარტივადაა ყველაფერი, გადაჭერები იქნება, შპილკების დაყენება, რასპილების ჩალაგება და მალე მორჩებით რა. დღეს სავარაუდოდ კი არა და 99% დავამთავრებთ კოვკაძრავის აწყობას და მომდევნო ვიდეო აუცილებლად დაიდება უკვე ამ ძრავის იმ ჩვენი მანქანიდან 340-დან ძველი ძრავის ამოღების და კოვკაძრავის ჩადების და დაქოქვის ვიდეოსაც გადავიღებთ აუცილებლად და დავდებთ. როგორ მოგწონს ბესო შენ? თვითონ პროცესი როგორ მოგწონს და ზოგადად კოვანი ძრავის აწყობა მაინტერესებს პირველად შენ პირველად კი უეჭველი გამოგადგება B58-ის რო იყიდი მე რაც დაკვირდი შენ და ანუ ეს კოვანი ძრავის აწყობა და ესეთი სისუფთავით ესე სილამაზით ესე ოქროს ხელებით აწყობილი ძრავს პირველად უყურებ ხო? ჯერ სადახარ კიდე ბევრს ნახავ ბევრი პროექტები გვექნება ჩვენ და სხვათა შორის ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებთ და BMW-ს გარდა სხვა მოდელის აწყობასაც ვაპირებთ. მახო შენ რას ფიქრობ, აბა რა მოდელი იქნება? თუ სწორად ფიქრობ, მაშინ არ თქვა ზვა, იმიტომ რომ მე მივხვდი. მივხვდი? კი. იასნია, BMW-ში კი კაცი ხარ და მივხვდებული აბა. სხვა მოდელის აწყობასაც ვაპირებთ, ანუ საპროექტოდ, მაგრამ დღეს და ხვალ ერთ თვეში, ორ თვეში არა, სამომავლო გეგმაა, სადღაც 1 წლის განმავლობაში უეჭველი განვახორციელებთ მაგ თემას და მე ვიტყვი რასაც აკეთებ. M13 სხვა. ეგრე ყველა მანქანას ემბლემა აქვს. F80-ში ვსვაპავთ M13-ს და M13. მე უნდა გავაკომპრესო. M13-ია, კაი, თუ M104. თუ როგორ არის გვაფში? გვაფში აზრი არა ვარ, ხო, Mercedes-ის როგორ დავდუმდით ყველა Mercedes-ის გაგებაში არა. მინდა რომ ვინმე განაწყენდეს. ცოტა გრუბია ზამბარები და გვაწვალებს ხო? ხო, მაგრად თან. როგორც ვაკვირდები, ყველაზე საწვალებელი და შრომატევადი პროცესი ესაა ზამბარების ჩასმა. ჯო რა არის ისი? ანუ ეს კლუჩი აი ამ ხელაა რა. ეს ახლა ჩვენ ხელით დავაგზავნეთ, იმიტომ რომ ისედაც გრუბია ზამბარი. მე ამ შაიბებს რო უმატებ, ჩასმის დროს კიდევ უფრო გრუბდება და აი რავი, საწვალებელია რა. 9 საათიო უკვე ვაწყობთ და რავი 4-5 წელი გვაქვს აწყობილი ჯერ. ალბათ რაიც მოურჩებით და ანუ 2 ცილინდრი 2 ცილინდრი ნახე. просто შემშვებები ხო გაკეთებული ჯერ. 2 ცილინდრზე შემშვებებია გაკეთებული. გამშვები? ხო. შემშვები აქეთ. იასნა. არა უშ. ეტაპობრივად კიდევ კარგს სიახლეებს და კარგ კადრებს მოგაწვის ჩვენი ბესო. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და აკომენტარეთ და დააზიარეთ თუ რამე კითხვა გექნებათ აუცილებლად კომენტარებში გკითხეთ და რასაც შევძლებთ მაქსიმალურად გიპასუხებთ ჩვენ. Yeah. Let me tell you one time. Look, I exist in all dimensions. გალოკაზე როგორც გითხარით, ტატოსთან ვიყავით ფუხაშვილთან გადასული და მოდი ბესო. აი ეს ორინგები ჩავსვით, ეს ისენი რა, კოლიცოები, რაც ამოჭრილი გქონდა ეს, ხო ეს ნერჟავეიკა, ხო ეს კოლიცოები მაგ. ნერჟავეიკის კოლიცოები და ცოტა ხანი მოგვიწია წვალება, იმიტომ რომ ბიჭო, იდეაში კაია, რომ 210-ი გვაქვს დატოვებული ამოწეული, რომ დიდ გუსტის ჩამერვას რადგან ვაპარებთ, უფრო მეტად დაცულად ვიგრძნობთ ზოგადად თავსაც და ძრავსაც და ყველაფერს, რომ ბუსტი არ გაიპაროს გვერდით რა. არის შანსი დიდი იმისი, რომ ხო ეს ამოწეულია 10-4-ითა ამოწეული. არის შანსი იმისი, რომ ეს რო არ კონდეს, მაღალ ბუსტზე 50-55 PSI-ზე გავუკაციოს და წყალში გადაიტანოს ბუსტი და ეგრო არ მოხდეს. გავაკეთეთ ორინგები რა. ნუ ამაზეც არის შანსი, მაგრამ უფრო ნაკლებად რა.
ეხლა ცოტა ხანში ნიზზე დავიწყებთ შპილკების დაყენებას. AirPress შპილკები გვაქვს ჩამოტანილი, მაგასაც გაჩვენებთ და მერე უკვე დავუფარებთ ნიზზე გალუქას და დავიწყებთ გალუქის აწყობას. Then it sliding through Savannah, country grammar in the speakers. Learned a lot from Nana, had no manners for the teachers. Keep my energy away from scammers and the reachers. Cause I always been a player, you just chant it from the bleachers. Hood legend like the wings with the lemon pepper. არა ბიჭო, ტაუტი ხოუსვია მას ბოლტი. ო, ტაუტი რო უსვია მაგას. მაგრამ იდეაში შიმიძეთიც არ უნდა ჩაქჩეს, თორე დაჭერის დროს ბლოკს გახეთქავ რა. რა იზეთის მოუწვეთი არა, არაფერი მე ვარ. არა, ამაში არა ბიჭო, ზოგადად. არა, დაჭერის დროს ხო მაინც გინდა არ გინდა ქვემოთ რჩება სიცარიელი და ეს რო ჩადის ისწრება სადღაც ხო უნდა იცალოს. და ტაუტი რო უსვია ეხა ამ რეზმებზე რა, ვერცხლის დროულად რა, ნენელაც ის რა. და დაჟე მე მინახია მანქანაშივე გავუკა ახთილი საკვეძრავი და რო დააფარეს წყალი იყო გადანაცვლელი მაშინ რეზმაში და რო დაუჭირეს ეგრევე გასკდა. ყველაზე მარტივად ხეთქავს. ისე რო იჩალიჩო ვერ გახეთქავ აი ხელით რაღაცა რო გინდოდეს ანუ დაუჭერთ თუ არა ეგრევე გასკდა. მივიდე ახლას. მიკროფონი მივიდა რა. არის ხო? ჰა. აუ, აქედან უფრო ის შეგვიძლია გამოიყენო მაქსიმუმში. მოტორისტი მიკროფონი. კი, ხო ვიწყებთ. გალუქის დაფარებას და მე დავიწყებთ გადაჭერას. Spread the word around town, go and tell a friend. We slaying devils, about to send them back to again. This for my queens with the and the melanin. And for my kings buying game, they gon' sell again. Spread the word around town, go and tell a friend. We slaying devils, about to send them back to again. всё, ეგაა რა, ჩვენი კოკაძრავი აიწყო, რასპუდლები დავაყენეთ, მეტკა გავასწორეთ, მეტკის კრუჩი უკვე მოვხსენით, ეხა წინაშკივს დავაყენეთ და დავატრიალებთ რამოდენიმეს და გადავამოწმებთ მერე მეტკას თუ მოვა თავის ადგილას, ხო? ხო. ყოველთვის მოდის ხოლმე, მაგრამ ხო, მაინც გადავამოწმებთ ჩვენ, რადგან ანუ კარგია რა, რამე ჩეპე არ იყოს მაინც გაპარული, მაგრამ არ იქნება გაპარული ჩეპე, არ გაგვპარულია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. რა თქმა უნდა. გადამოწმება აუცილებელი. შემდეგი ეტაპი არის უკვე კრეშკის და კარტერის დაყენება, რაც ეგ ყოველდღე ხდება და ყველამ ძალიან კარგად ვიცით როგორ ყენდება და როგორ იხსნება, მაგას ამ ვიდეოში არ ჩავსვამთ. მეორე ვიდეო იქნება უკვე ძრავის მანქანიდან ამოღება და ამ კოკაძრავის ჩადგმა და დაქოქვა. ჩვენ კიდე მომდევნო ვიდეოებამდე გემშვიდობებით, კარგად იყავით და წარმატებას გისურვებთ.